4 ოქტომბერს შაბათს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. რა უნდა იცოდეს ამ მომრჩეველმა თემაზე ვრცლად გურჯაანის ნომერ 12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილთან ვისაუბრებთ. ქალბატონ მაია, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით ნინო, მივესალმებ მაყურებელს და მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. ქალბატონო მაია, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენი ამომრჩეველია რეგისტრირებული და რა საბუთები უნდა იქონიოს თან ამომრჩეველმა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეძლოს? გურჯაანის ოლქში რეგისტრირებულია დაახლოებით 50,000 ამომრჩეველი და იმისთვის, რომ ამომრჩეველმა კენჭისყრის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ელექტრონული ბარათი, ეგრეთ წოდებული ID ბარათი ან ლამინირებული პირადობა. რამდენ უბანზე ტარდება არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიები და რამდენზე ტრადიციულად გურჯაანის მუნიციპალიტეტზე გეკითხებით, რა თქმა უნდა. გურჯაანის ოლქში შექმნილი არის 44 საუბნო საარჩევნო კომისია, 44 უბანი, აქედან 36 უბანზე არჩევნები ჩატარდება ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 8 უბანზე ძველი ტრადიციული წესით. რა სახის ბიულეტენი დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს? დიახ, სიახლეები, რომელიც უბანზე იქნება, ეს ძირითადად ეხება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთი მასშტაბური არჩევნები უკვე ჩაატარა ამ ტექნოლოგიების გამოყენებით, აქედან გამომდინარე ჩვენს ამომრჩეველს ამ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე აქვს. ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორც თქვენ ახსენეთ, ეს ეხება ბიულეტენს და ბიულეტენის სტრუქტურას და მინდა ამასთან დაკავშირებით ჩვენს ამომრჩეველს დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია. გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალური არჩევნების დროს თითოეულ ამომრჩეველს აქვს უფლება გააკეთოს 3 არჩევანი, ეს ეხება პროპორციული წესით გასაკეთებელ არჩევანს, მერის არჩევის საშუალება აქვს ამომრჩეველს და ასევე მას საშუალება აქვს აირჩიოს მაჟორიტარი კანდიდატი. აქედან გამომდინარე ტრადიციულ უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა 3 ბიულეტენი. თუმცა განსხვავებული სახის ბიულეტენი გვექნება ელექტრონულ უბნებზე. ამ შემთხვევაში 3 არჩევანის გაკეთების საშუალება ამომრჩეველს ექნება ერთ ბიულეტენზე, ანუ შეიცვალა ბიულეტენის სტრუქტურა და თვალსაჩინოებისთვის მეთან მაქვს ტრენინგებისთვის გათვალისწინებული ვერსია ბიულეტენის და შემიძლია დეტალურად აუხსნა ჩვენს ამომრჩეველს, რომ 3 არჩევანი ბიულეტენზე წარმოდგენილია სვეტების სახით. პირველ სვეტში ამომრჩეველი ამოიკითხავს მისთვის სასურველ პარტიას, ანუ პირველ სვეტში გვაქვს პარტიების ჩამონათვალი, ამომრჩეველი წაიკითხავს, შეარჩევს მისთვის მისაღებ პარტიას და გააფერადებს ამ პარტიის წინ არსებულ წრეს. არ უნდა შემოხაზოს, ხო? არ უნდა შემოხაზოს, ვაფერადებთ ან მოვნიშნავთ წრის შიდა სივრცეს. მეორე სვეტში უკვე გვაქვს ჩამონათვალი მერობის კანდიდატების, ანუ სახელი და გვარები იქნება მერობის კანდიდატების, ამომრჩეველი წაიკითხავს და მისთვის მისაღები კანდიდატის წინ არსებულ წრეს გააფერადებს ან მონიშნავს წრის შიდა სივრცეს. რაც შეეხება მესამე სვეტს, აქ უკვე მოთავსებული იქნება მაჟორიტარი კანდიდატების სახელი და გვარები და ამ შემთხვევაშიც ამომრჩეველი დააფიქსირებს თავის არჩევანს მისთვის მისაღები მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ. ეს ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამომრჩევლის ხმა არ გაბათილდეს. ბიულეტენის შევსების წესთან დაკავშირებით ამომრჩეველს დეტალურ განმარტებას მისცემს, რა თქმა უნდა, კომისიის კომისიის რეგისტრატორი, ეს მისი პირდაპირი ვალდებულება გახლავთ. და გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კენჭისყრის ოთახში გამოკრული იქნება ბიულეტენის შევსების წესი
და თუ კი ჩვენს ამომრჩეველს არ ექნება ჯერ კიდევ იმ დროისთვის ინფორმაცია თუ როგორ უნდა დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, შეუძლია გაეცნოს ამ წესს და შემდეგ უკვე იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად. და ამომრჩეველს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ, ვის ირჩევენ თვითმმართველობის არჩევნებზე? თვითმმართველობის არჩევნების დროს, როგორც ვთქვი, ამომრჩეველს სამი სხვადასხვა არჩევანის უფლება აქვს. პირველი ეს არის პროპორციული წესით გასაკეთებელი არჩევანი, ანუ ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ პარტიას. მეორე არჩევანი უკავშირდება მერის არჩევანს და ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ მერს, ვაძლევთ ჩვენს ხმას და მესამე უკვე ვირჩევთ ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენელს გურჯაანის საკრებულოში. დიახ. და ამომრჩეველს ასევე რომ შევახსენოთ, როდის დაიწყება კენჭისყრის პროცესი და რომელ საათზე დასრულდება. დიახ, უბნები გაიხსნება 6 საათსა და 45 წუთზე, მაგრამ ამ დროს ჯერ კომისია შედის კენჭისყრის ოთახში, ისინი ანხორციელებენ კანონმდებლობით დადგენილ საქმიანობას და ამომრჩევლისთვის უკვე შესაძლებლობა გვექნება კანონი იძლევა ამის საშუალებას 8 საათიდან, რომ ამომრჩეველი მივიდეს უბანზე და განახორციელოს ხმის მიცემა. პროცესი გაგრძელდება კენჭისყრის პროცესი 20 საათამდე. მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის ოლქი უკვე სრულმზადყოფნაშია იმისთვის, რომ უბნებს მივაწოდოთ ყველა ის ელექტრონული მოწყობილობა და დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა კენჭისყრის პროცესის განხორციელებისთვის. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განახორციელა უკვე ლოჯისტიკა ამ მასალების. ყველაფერი მიღებული და დასაწყობებულია საოლქო საარჩევნო კომისიის საწყობში და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მასალები განთავსებული არის კონკრეტული უბნების მიხედვით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული უბნისთვის განკუთვნილი მოწყობილობა მივიდეს კონკრეტულად ამ უბანზე, რადგან როგორც უკვე არაერთხელ აგვიღვნიშნავს, როგორც ვიცით, ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია მხოლოდ ამ კონკრეტული უბნის ამომრჩეველთა სია და ასევე ხმისდათვლის ელექტრონული მოწყობილობები ისეა დაპროგრამირებული, რომ ის ღებულობს და კითხულობს მხოლოდ კონკრეტული უბნისთვის დაბეჭდილ ბიულეტენს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი იყო ლოჯისტიკა, რომელიც განხორციელებულია ცესკოს მხრიდან და ჩვენ უკვე კანონმდებლობის შესაბამისად კენჭისყრის წინა დღეს ვუზრუნველყოფთ ყველა უბანზე საჭირო ტექნიკისა და მასალების მიწოდებას. და ბოლოს რას ურჩევთ ამომრჩეველს? დიახ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ამომრჩეველს ვთხოვო აქტიურობისკენ, იმიტომ რომ თითოეული ამომრჩევლის მისვლა უბანზე საკმაოდ მნიშვნელოვანია, თითოეული ამომრჩევლის ხმა საკმაოდ ღირებულია და ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს გურჯაანელებს, რომ 4 ოქტომბერს მათ ჩვეული აქტიურობა გამოიჩინოთ და მივიდნენ უბნებზე.